ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და 4 წლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. შეხვედრაზე მერმა ფოთელებს გააცნო ინფრასტრუქტურის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, ახალგაზრდობის, განათლებისა და სპორტის მიმართულებით განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები. მან ასევე წარადგინა ქალაქის განვითარების სამომავლო გეგმები და ხედვები. ხვდებით ფოთის მოსახლეობას, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, მათ წარუდგინეთ ამჯერად 4 წლიანი ანგარიში მერის საკრებულოს გუნდის ერთიანი მუშაობის და ასევე რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სამომავლო გეგმები, პროექტები, რომელსაც ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ შემდეგი 4 წლის განმავლობაში ერთ გუნდად, საკრებულოს გუნდთან ერთად, ჩვენს დელეგატთან, ქართული ოცნების გუნდთან ერთად და ცენტრალური ხელისუფლების ხარდაჭერით, რა თქმა უნდა, რაც კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან გაზრდილია ბოლო პერიოდში ფოთის მიმართ და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი გვექნება მხარდაჭერა. პირველ რიგში ძალიან მოხარული ვარ, რომ ყავს ახალგაზრდა მერი, ისეთი მერი როგორც არის ბექა ვაჭარაძე, იმიტომ რომ ვფიქრობ ბექას ახალგაზრდების პულსზე უდევს თითი და იმას აკეთებს, რაც ჩვენ ახალგაზრდებს ძალიან გვჭირდება და მოგწონს სასწავლია. და ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ბოლო 4 წელია ჩვენი ქალაქის სახელი ისმის ყველგან, ყველა სოციალურ ქსელში და ყველა ადგილზე, რაც ძალიან მახარებს და მინდა წარმატებები უსურვო ბატონ ბექა ვაჭარაძეს. მერის ანგარიშის წარდგენას ფოთის ხობისა და სენაკის დელეგატი გიორგი ხახუბია ესწრებოდა.